ზარმაცი თვალი არის ის მდგომარეობა, როდესაც რაც არ უნდა სწორი და დიდი ზომის სათვალე გავუკეთოთ ადამიანს, მისი მხედველობა მაინც არ უმჯობესდება, ან უმჯობესდება მხოლოდ ნაწილობრივ და ასე ვთქვათ 100%-ს რომ ეძახით, ამ 100%-ს ვერ აღწევს. ეს ხდება ხოლმე ძირითადად იმის გამო, რომ ცალ-თვალში გვაქვს ან მაგალითად ასტიგმატიზმი მაღალი ან პლუს და მეორე თვალი კარგად ხედავს. ტვინი გადაეწყობა და იწყებს კარგად მხედველი თვალის ხარჯზე ცხოვრებას და თრგუნავს მეორე თვალს. რადგან თრგუნავს ძალიან ხშირად იმის გამო, რომ ერთი თვალი კარგად მხედველია, ადამიანებმა არც იციან და ძალიან დიდ ასაკში აღმოაჩენენ ხოლმე შემთხვევით მიიფარებენ თვალზახელს და აღმოაჩენენ თურმე ვერ ხედავს ეს მეორე თვალი. ესეთი მითი პრაქტიკულად იყო კი რა და არის კიდეც, რომ რაღაც ასაკამდე შეიძლება უბრალოდ ეს ამ ახლოების გაკეთება და ამის იქით უკვე ჩათვალეთ, რომ აღარ იგურნება ეს ზარმაცის თვალი და ვეღარ ვახერხებთ მხედველობის გაუმჯობესება, თუმცა ეს შეიცვალა ბოლო დროს და არსებობს ესეთი სპეციალური ონლაინ თამაშების სახით წარმოდგენილი ვარჯიშები, რომელსაც ადრე თუ კი ვთქვათ ამ რაღაც ვარჯიშებზე დაყვავდა ბავშვი და კლინიკაში უწევდა ყოველდღე სიარული. ამ შემთხვევაში მას აქვს სახლში და ყოველდღიურად 30 წუთის განმავლობაში თამაშობს რაღაცა ტანკებს, რაკეტებს, რაღაც ესეთი გასაკეთებელი თამაშებია. სპეციალური სათვალე უკეთია, ცალ-თვალზე წითელი ფილტრით და მეორე თვალზე ლურჯი ფილტრით და ჩვენ ვაიძულებთ ამ ორ თვალს რომ ერთად იმუშაოს და იმ თვალმა რომელიც უკეთესად ხედავდა აღარ დათრგუნოს ეს მეორე თვალი. გარკვეული პერიოდი ჭირდება ამ ყველაფერს, სადღაც შეიძლება 3 თვემდე დაგვჭირდეს ეს ვარჯიშები და საკმაოდ ეფექტური და სხვა შორის ნებისმიერ ასაკში არის ეფექტური. ყველაზე დიდი პაციენტი ვინც ყოლია ამ ვარჯიშებზე იყო 59 წლის ქალბატონი, რომელსაც აი 30%-ზე ზევით არასდიოდა მხედველობა სათვალი და სადღაც 60-70%-მდე მას ქნა რა ქვია. ამოქაჩა მხედველობა, მაგრამ გარდა ამისა ის რომ მხედველობის პროცენტი კიდევ ერთი საკითხია, მეორე საკითხია ის რომ თუ კი ორი თვალით არ ვხედავთ და ვხედავთ მხოლოდ ცალი თვალით, ჩვენ ხომ მიჩვეული ვართ რომ სამგაზომილებაში უნდა ვხედავდეთ. აი ესეთი ადამიანები ვინც ერთი თვალით იყურება, ისინი ეს ტყელსამყაროს აღიქვავენ, ის ვერ წხვდებიან ამას რომ უკეთესი რაღაც არსებობს, ანუ სტერეო მხედველობა არა აქვთ მათ. და სწორედ აი ამ სტერეო მხედველობის განვითარებასაც უწყობს ხელს ეს ვარჯიშები.